მოგესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს, მოგესალმებით უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მოგესალმებით ყველა თაობის წარმომადგენლებს, მოგესალმებით ახალგაზრდებს, რომელთათვისაც გვინდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი. ბოლო 4 წელიწადი იყო უამრავი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად ჩვენ შევძელით საქართველოსთვის შვიდობის შენარჩუნება და უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად ბრძოლით მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი ცხადია არ იყო მარტივი. ყველაფერი დიდი ენერგიისა და ნერვების ფასად დაგვიჯდა, თუმცა ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ აჩვენა ღირსება და საქართველოს არა მხოლოდ საბედისწერო საფრთხე აცილა თავიდან, არამედ ქვეყანას წინსვლაც მოუტანა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში ხელისუფლების როლი გადამწყვეტია. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვერაფრით შევძლებდით, რომ არა თქვენი ქართველი ხალხის მხარდაჭერა. გასული 30 წლის მანძილზე ქართველმა ხალხმა უდიდესი გამოცდილება და სიბრძნე შეიძინა. ამ 4 წლის განმავლობაში ყველა რთულ მომენტში ჩვენ გვერდით იდექით. თქვენ და სწორედ ამან მოგცა საშუალება ყველა სირთულე დაგვეძლია და საქართველოს ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაგვეცვა. დაწყებული საქმის გაგრძელებას მშვიდობის დაცვა და შენარჩუნება ჭირდება. დარწმუნებული ვარ, ხვალ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი და ქართული ოცნება ზუსტად ისევე დავდგებით ერთად, როგორც გასული 4 წლის განმავლობაში ვიბრძოდით ერთად ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, ღირსებისთვის და კეთილდღეობისთვის. არჩევანი ასეთი მარტივი არასოდეს ყოფილა. ერთ მხარეს არის მონური მორჩილება, სიძულვილი და უსამშობლოობა, ხოლო მეორე მხარეს მშვიდობა, თავისუფლება, სიყვარული და პატრიოტიზმი. ჩვენ სწორედ ერთმანეთისა და ჩვენი სამშობლოს სიყვარულით უნდა ავაშენოთ თავისუფალი და ერთიანი საქართველოს ნათელი ევროპული მომავალი. ხვალ უნდა გამოვიდეთ ქუდზე კაცი, მილიონზე მეტი ქართველი, რათა საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და საქართველოს განვითარებას მყარი საფუძველი შეუქმნათ.